ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. დღეს საგანგებო გამოშვება გვაქვს. დილის 7 საათიდან ვართ ბათუმის ბონის ბაზარში, სადაც აღმოვაჩინეთ საშინელი დარღვევები. პირველი ვიპოვეთ ძროხის თავები, მოჭრილი თავები, რომელიც არავითარ შემთხვევაში სასაკლაოდან არ უნდა გამოეტანოთ, იმიტომ რომ შეიცავენ საშიშროებას, ჯილეხის, ცოფის და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ერთ-ერთ მაცივარში, საამქროში აღმოვაჩინეთ ხორცი, რომლის ეჭვი ჰქონდა, რომ არის ვადაგასული და საერთოდ ლეშიც არის და ეს ჩვენი ვარაუდი დამტკიცდა. როგორ განვითარდა მოვლენები, ნახავთ დღეს საკმაოდ მწვავე რეპორტაჟში. თავის გამოტანა სასაკლაოდან არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში ეს არის დანაშაული, იმიტომ რომ სხვადასხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების ძალიან მაღალი რისკია. აი რატომ მოვედით აქ? ამ ბაზარს არაფერი არ ეშველება აბსოლუტურად, ეს არის აუღებელი ციხესიმაგრე. ადამიანი აი ესეთ ნაგავში არ უნდა მუშაობდეს. მით უმეტეს, როდესაც არის საუბარი სურსათზე. რომ მოვედით, თუ ვინმეს რამე შეეძლო, ყველა გარბოდე და ყველაფერს ყრიდა. კარგია, დღეს ბედნიერი დღე იქნება, დღეს არ შეგეშინდეთ ბაზარში არაფრის ყიდვა, იმიტომ რომ რაც გადასაყრელი იყო, უკვე გადაიყარა. ყველაფერს კადრულობთ, აბსოლუტურად საკუთარი ჯიბეების, გასქელების მიზნით ჩვენ წამლავთ და ვკლავთ. მავნე სურსათია უკვე, ეს არავითარ შემთხვევაში. ეს არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში, ეს არის დამყალი ხორცი. ან ლეში არის დამუშავებული და აქ სარეალიზაციოდ მოტანილი. უკვე ბათუმის ბაზრის ხორცის რიგებში ვართ, ვინც უყურებს გადაცემას სახალხო კონტროლი, იცის რამდენჯერ ვართ შემოსული ხორცის რიგებში ბონის ბაზარში და რამდენი დარღვევა აღმოვაჩინეთ. თუნდაც ცხენის ხორცი, არასწორად ხორცის შენახვა და ძალიან ბევრი დარღვევა. აქ არაფერი იცვლება, ნახეთ, აი ესეთივე დანგრეული გზა, მე მგონი კიდე უარესია და აი სანამ მადონა და ჩვენი ოპერატორები შედიან ხორცის სამქროებში, მაცივრებში, სადაც ინახება ხორცი, ჩვენ დილით ადრე მოვედით, აი ეხლა ზუსტად შემოტანა, ბევრი მანქანაა შემოსული ხორცით, ჩვენ ვათვალიერებთ ამ გარემოს ტერიტორიას, გარე ტერიტორიას. აი ეს მთები მარტშია, ეს გადაღება ეხლა მიმდინარეობს მარტის თვეში და თქვენ გახსოვთ როგორი დიდთოვლობა იყო აჭარაში და აი ეს ამხელა მთა უკვე მიწით და უამრავი ჭუჭყით დაფარული, აი აქ დევს და დევს და ალბათ სანამ არ გადნება და ზაფხული არ მოვა, აი ესე იქნება. ზედ რა თქმა უნდა ნაგავი, ნახეთ როგორი დანაგვიანებულია ეს ტერიტორია და აქვე არის ხორცის პროდუქცია. ნახეთ. აი შეხედეთ. მართალია პარკებშია ხორცი, მაგრამ აგერ აწონიან ხორცს და ეს ხდება ყველაფერი აი ამ ნაგავში. ეს ნაგავი მინდა რომ ნახოთ. აი, უბრალოდ, რამდენი ნარჩენებია, რაღაცა პლასტიკის ბოთლები, ჯერადი ჭიქები, უამრავი ნაგავია. ეს ამხელა ყინული და როგორც გვითხრეს აქ მოვაჭრეებმა, ძალიან გვაწუხებს, მაგრამ არავის არ გააქვს. ვის ეხება ეს გაურკვეველია, ალბათ მაინც ბაზრის ტერიტორიას, თუმცა მე ვიცი, რომ ბათუმის მერია წმინდავს ქუჩებს ამ თოვლისგან, მაგრამ აი ეს ნახე, აი ამას ეხლა რა გაიტანს. გაქვავებულია ერთი წამით. აი, ნახეთ როგორ არის გაქვავებული, ამის გატანა ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, პროდუქტის შემოტანა არ უნდა იყოს ეგეთ ნაგავში. დილით 7 საათია და აქ ვართ. ვუყურებთ როგორ ღებულობენ ხორცს. აქ დაგვიკეტეს უკვე. ერთი ადგილი ეს რა არის? ეს ფეხებია, ფეხები დასაშვებია. თავები დაღერღილი არის და სწორად არის, ნახეთ, ქვედაყბა ცალკე არის. ქვედაყბის გამოტანა შეიძლება, სწორად არის. ხორცი დაკიდებულია. სწორად, ყველას დამღა აქვს, ეტიკეტი მოყვება. იქ დაიკეტა ერთადერთი საწყობი, რომელიც სავარაუდოდ ახლა გამოვიძახებთ ადმინისტრაციას და გავაღებინებთ. აქაც არის მიღებული ხორცი, ეს
ეს რა არის? დაღლისა. იქ ხალი მუშაობს და დაღლისად მაგ აწყობს და ინახავს. დაღლის ხორცი განა. ქალბატონი ხალი მოდის. არის სხვა პრობლემა არ არის. გუგუძი არის, კი ბატონო. ხორცი დამღიანია, ეტიკეტები ყველას აქვს აბსოლუტურად. ხორცი სწორადაა მიღებული. აქ კიდე მაცივარის შევხედავთ. ეს როდინდელი ეს დაჭრილი დაფაც და გუშინდელი ხორცი არის, კი. კი. ეს ცხარი არის, კი ბატონო. მატრიალები. ეგეც იმ ხალისაა. სასუსნაო ბევრისთვის არის, აი თუნდაც ჩიტებისთვის, ძაღლებისთვის, კატებისთვის, ყველასთვის მოიძებნება საკვები, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მიუღებელია ადამიანისთვის. ადამიანი აი ესეთ ნაგავში არ უნდა მუშაობდეს. მით უმეტეს, როდესაც არის საუბარი სურსათზე. იმ პროდუქციაზე, რომელსაც მე ადამიანი საჭმელში იყენებს. აი ნახეთ. ნახეთ, რატო ყრია ეს ნაგავი ესე? აი ეს ნაგავი რატო ყრია? რატო არ ყრიან კონტეინერში? ჰა? ნუ ეს ხო ნაგავი, უბრალოდ ვიღაცამ დააგდო. არ ვიცი, შეიძლება მე კატა ჩახტა და კატის გადმოგდებულია ეს ამდენი ცელოფანის პარკი. არ ვიცი, ნუ სანახაობა არის საშინელება რა. ამის მერე არ მოგინდება არაფერი. აი ნახეთ, აქ რაღაცა გადაყრილია. აქვე არის ჩასისხლიანებული ტომარა, მინდა რომ გადავიღოთ. რადევს შიგნით არ ვიცი ამ ტომარაში. იმედია რომ ეს არ არის ხორცის ნარჩენები, რატომ ნამდვილად არ შეიძლება ესე გადაგდება პირდაპირ ხორცის ნარჩენების. როგორც კი დაგვინახეს, იციან ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ. იც ძალიან კარგად იციან. თავის გამოტანა სასაკლაოდან არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში ეს არის დანაშაული, იმიტომ რომ სხვადასხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების ძალიან მაღალი რისკია. აი ეს არის. აი რატომ მოვედით აქ. ამ ბაზარს არაფერი არ ეშველება, აბსოლუტურად ეს არის აუღებელი ციხესიმაგრე. აი ნახეთ, აი თავი. აი თავი. აი ხა ის ზღაპარი რო აქ გადასაგდებათ. წარმოიდგინეთ, გადასაგდებათ, არავინ არაფერს აქ არ მოიტანა. არაფერი, გადასაგდებათ, სასაკლაოდან თავები არ გამოაქვთ, იმიტომ რომ აქ გადააგდოთ. თავები უნდა დაეტოვებიათ თავის ადგილზე. თავის გამოტანა სასაკლაოდან არ შეიძლება. ჯერ ის ვეტექიმი, ვინც ნახა და დაათვალიერა და გამოატანა, ის არის საინტერესო. რა უფლებით გამოატანა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, მაგრამ აქ ორი რამ არის. ან არის სასაკლაოს გვერდით ავლით დაკლული, ან ვეტერინარმა არ შეასრულა თავის პირდაპირი ფუნქცია და თავები გამოატანა, რა თქმა უნდა, რაღაც ანაზღაურების თვალსაზრისით, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეს დანაშაულია, მაგრამ ასეთი დანაშაული აქ ძალიან ბევრი ხდება და ჩვენ ზუსტად ამიტომ ვართ მოსული. ეხლა გაჩვენებთ, დაგვიკეტეს, მაგრამ გადაღებას მაინც შევძლებთ და შესაბამის ორგანოებსაც გამოვიძახებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. სუნი არის აუტანელი, აშმორებული, აი აქ არის ერთი ბოქსი, სადაც არის საეჭვო ხორცი, არ არის დამღები და ამას გაჩვენებთ, იქ არის ფანჯერა ღია და აქედან გამომდინარე ჩვენ გადაღებას შევძელით, რომ მოვედით. თუ ვინმეს რამე შეეძლო, ყველა გარბოდე და ყველაფერს ყრიდა. კარგია, დღეს ბედნიერი დღე იქნება, დღეს არ შეგეშინდეთ ბაზარში არაფრის ყიდვა, იმიტომ რომ რაც გადასაყრელი იყო, უკვე გადაიყარა. მე ამასობაში ვათვალიერებ გარე პერიმეტრს, აქ შიერი ცუგებია, რა თქმა უნდა, იქ სადაც ხორცია, ძვლებია, იქ ძაღლიც არის. აი ნახეთ, ეს უკვე გაგრძელებაა და იგივე სურათი, აი ამხელა თოვლის მთები დევს, რომელიც არ დნება, არავის არ გააქვს, არავის არ აინტერესებს. და აი აქვე ტერიტორია
ნახეთ როგორი ბინძური, ეს ალბათ ფრინველებისთვის არის. ყველაფერი არის ძალიან ბინძური, აგერ შეგიძლიათ თქვენ ნახოთ ეს შენობა, სადაც ფრინველებია. მამლის ყივილი გესმით? ხო, აი მე მესმის მამლის ყივილი, აქვეა ბატები, ინდაურები. და გაგიკვირდებათ და ფისო. ეს ფისო ეთყობა იცავს ამ ფრინველებს, თუმცა გალიაში ყველა იზმორება. მოდით გავაგრძელოთ. აი ნახეთ, აი ესეთი ძალიან ჭუჭყიანი, აი ძიმე სანახავია ესეთი გალიები, ყველაფერი ბინძური ნაგვის კონტეინერები, აქაც ნაგავი პირდაპირ ყრია, აი ნახეთ. არ ვიცი, იცით რა არის, ყველაფერს ახლა ადმინისტრაციას ვერ დავაბრალებ, ხო, ადამიანი, რომელიც ყავას დალევს და აქვე დააგდებს, ხო არის აგერ კონტეინერი, კი, ბინძური კონტეინერია, მაგრამ ჩააგდე იმ ნაგვის კონტეინერში, რატო ყრი პირდაპირ ქუჩაში. უბრალოდ რა არის, იცით საწყენი, რომ ბათუმი არის ისეთი ლამაზი კოხთა ქალაქი, რატო უნდა იყოს ამდენი ნაგავი ქუჩაში, ამდენი მოუწესრიგებელი გზა და ტერიტორია. ნამდვილად არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალაქი და გვინდა რომ ყოველთვის ლამაზი და მოწესრიგებული იყოს. ეს არის ხორცის რიგების მიმდებარე ტერიტორია. აქვე შემოდის პროდუქცია, ძალიან ბევრი მანქანა დგას, სადაც შემოდის ხორცი. და უბრალოდ იქ, სადაც აი ესეთი დაბინძურებული ტერიტორია, რა თქმა უნდა, პროდუქტის შემოტანა არ შეიძლება. აი ნახეთ, აქაც ყველა კუთხე მინდა გაჩვენოთ. აი შეხედეთ. ეხლა ამას ვინ ყრის? ხო, იგივე ის ადამიანები, ვინც აქ მუშაობენ, მოდიან და ყრიან. ხო, ეს ვიღაცა ხო არ არის, აქ მომხმარებელიც არ შემოდის. მომხმარებელი შემოდის ცენტრალური შესასვლელიდან. ვინც აქ მუშაობს, ის ყრის ამ ნაგავს. ნახეთ, რას გავს აქაურობა, აი შეხედეთ. ეს კარებიც გაიღო. ჯერ პირველი რატო ეწევით? მერე რატო ჩაკეტეთ კარები? კარები რატო ჩაგვიკეტეთ და რატო გვაწვალეთ ამდენი? და ხორცები საწაიღეთ დანარჩენი. ეს გამიღეთ ეს კარები. ეს კარები გააღეთ. ის კარები გააღეთ. აქედან უკვე არსად არ გავალ იცი, ხო იცით. კარები გააღეთ. ის კარები გააღეთ. ის კარები გააღეთ. სოფლიდან გამოგიგზავნეს, არა ორი ტუშა, ის კარები გააღეთ. კარები გააღეთ. არ გაუშვათ ის კაცი. პატრულს მაინც მოვიყვან და გავაღებინებ, გააღო, სადაც აქ შემოვედი, იმას არ დავტოვებ, გამიღო, აქედან ორი ტუშა მომპარა. ხო გადაიღეთ ის კაცი, ვინც არის? კი გადაღებულია, საწავიდა არ გაუშვათ. გააღოს, კარები გააღეთ, კარები. ამას მაინც გაგაღებიებთ, ორშვის გეფიცებით, აქ დღე და ყამი აქ ვიქნებით. ერთ გრამს ვერ გაიტანთ, გააღეთ კარები. კარები გააღეთ სასწრაფოდ, არაფერი აღარ გიშველი. სასწრაფოდ გააღეთ. კარები დააღეთ. არა ამ ცირკაობა შეგარჩენთ ეხლა. კარები გააღეთ. გააღეთ, კარები გააღეთ. ხო და გააღეთ. გამიღე. საიდან გამოვიდა ის კაცი? სად იყო? საიდან გამოვიდა? ის კაცი. მერე გააღოს. ია იქა თამადარო, იქიდან არის შემოსვლელი. ჩამივიდა იქა, გაკეთე ხო არა? შემოვიდა. მოიპარეს ხორცი აქედან და გაიტანეს. ხო და ხორცი ხო არის თქვენი აქ ორი ტუშა ხორცი კიდე ეკიდა და საწავიდა ის ხორცი. არა, ხო, კარგი, ეს სასაკლაოდან არის მოტანილი? სასაკლაოდან არა, არის სოფლიდან გამომიზავნეს გუში. სოფლიდან რომ გამო გუში კი რა ყარს ხორცი როდინდელია. რა, გუშინდელია, გუში ჩამომიტანეს სოფლიდან. გუში წინდაკლეს გუში ჩამომიტანეს. რითი ადასტურებთ რომ გუშინ ჩამოგიტანეს? აბა რა სიგნალი მივცეთ რა უნდა გეუბნები გუში ჩამომიტანეს მე გეუბნები და ჩამომიტანეს გუში სოფლი. ყარს ხორცი, ყარს აკიდე ეკიდა ტუშები ხორცი, საწავიდა ის ხორცი, რატო გაიტანეთ? ხო მეუბნებით იქა და კარები იღებაო. რატო გაიტანეთ? რატო არის ხორცი ბეჭდის გარეშე? სასაკლაოს გვერდით ავლით რატო არის? ეს წარმოადგენს რისკ ფაქტორს. ჯილეხი რომ გადავიდეს ვინმეზე რაშვებით.
აყროლებულია ხორცი რა შვებით? ნახეთ როგორი სველია ხორცი, რატოა ასეთი სველი? მოვა სურსათი ეხა და გაარკვევს. არ არის ასეთი და ისეთი, იმიტომ არის კანონი რომ ყველა უნდა ექვემდებარებოდეს და საწავი და ის რამოდენიმე ტუშა ხორცი. არ შედის ბაზარში რატო შევიდა უსაბუთო ხორცი, გადაღებულია კამერაში არის ხორცი რომ მოიპარეთ აქედან. ყველაფერს კადრულობთ, აბსოლუტურად საკუთარი ჯიბეების, გასქელების მიზნით ჩვენ წამლავთ და ვკლავთ. ადმინისტრაციამ, ბაზრის ადმინისტრაციამ, ბაზრის ექიმმა მოგვატყუა, ტყუილი იკადრა, გვითხრა რომ შესასვლელი და კონტაქტი ბაზართან არა აქვს ამ საწყობსო, იმიტომ გავხდი იძულებული რომ ფანჯერაზე დავჯექი და ვუყურებდი რომ მეტი ვეღარ გაეტანათ, ვეღარ მოეპარათ. ბაზართან არა მაქვს პრობლემა, მაგრამ თქვენ ტერიტორია არის და წამოძადით გაჩვენებთ ერთ აშენს და ჩვენ არ ვიყავ გასამონტაჟო გამოვიდა ხორცი, იმიტომ რომ თქვენ როგორც ვეტერინარი რისკ ფაქტორს უნდა გზნობდეთ, უდამღო ხორცი არის შემოტანილი. არენდით გაცემული, რომელიც ჩვენ კომპეტენცია გაცემული. ბაპატი და ნარკოტიკი რო გაყიდოს, მაშინ ხო შევა თქვენ კომპეტენციაში. არა, კომპეტენცია ჩვენი იგია და ჩვენი რა ვიცი. აბსოლუტურად ყველა ხორცი არის დამღის გარეშე, მაგრამ ამის გარდა გვეუბნებიან რომ ხორცი არის გუშინდელი, არის სველი, ნახეთ ხორცი არ შრება. ვინ მოგვატყუა? კი, მოგვატყუა ექიმა, იმიტომ რომ გკითხე, არ არის აქ არ გვეხება ჩვენ და ბაზართან კონტაქტი არა აქვს. როგორ არა აქვს კარები, აგერ არის და ბაზარში შედის აქედან ხორცი. როგორ არ უშვებენ, ხორცი გაიტანეს, კადრები გვაქვს, ბატონო რა იყო, თქვენ ხوار გონიათ, ეხა გადავიღეთ, რა გქონდათ, რა გეკიდათ და რა გიკიდიათ ეხლა ხორცი. არა, არ გიკიდიათ, გადაახვიეთ კამერა და აჩვენეთ, რამდენი ეკიდა. თქვენ გონიათ არ გადავიღეთ? არ ეკიდა, აბა მე ჩამოვკიდე, გაჩვენეთ, გადავახვევთ, მოდით და გაჩვენეთ. არა ბატონო, აქ კიდე ეკიდა და გაჩვენებთ, ეხა რო ეკიდა. ხორცი მოიპარეს, გაიტანეს, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ და ტყუილსაც კი კადრულობენ, რომ ხორცი არ ყოფილაო. კარგია რომ ორი კამერით ვიღებ. ჩვენი აქ რეალიზაციისოა და იცით? 48 საათი. გუშინ წიდელი რო არის, იმიტომ არის კარგ დღეში და იმიტომ არის სუნი ასეთი. გლეხი ცოდვა ბატონო, ერთი წუთი თქვენ მეუბნებით, გლეხი ცოდვა არ გაიყიდა ხორცი და რაქნას. მე როგორც მომხმარებელი, რომელიც სიმწრით შოულობ იმ 20-25 ლარს და 1 კილო ხორცი მინდა ჩემს შვილებს მიუტანო, პატარა შვილებს, მე რა დავაშავე? ძველი ხორცი რო უნდა მიუტანო, აი კითხვას გისვამთ. გლეხი ცოდვაა და მე არა ვარ ცოდვა? ეს არის საძაღლეთი. საძაღლეთი არა, ის არის კიდე. ხო. ზაზა. თუ არ ყიდით ბატონო, თუ ეს ხორცი არის ჩამოსაწერი, რატო დაგვიკეტეთ, რატო შეგეშინათ, რატო დაგვიკეტეთ და რატო გაიქეცით, რატო დაგვიკეტეს? ცხვირწი დამიკეტეს, რას მოვაპარაკებით, ბატონო, თუ არ იცით, მაშინ ნუაკეთებთ მაინც კომენტარს, ძალიან გთხოვთ რა, არ ჭირდებათ ადვოკატები, აქ არავის არ ჭირდება ადვოკატი. ყველა თავის, რა არის ცოდვა ვართ ჩვენ, ხალხი. ცოდვა ვართ ჩვენ. თუ კი ფულს ვიხდით და გენდობით, თქვენს უნდა გცეთ პატივი და სათანადო ხარისხის და უნებლობის პროდუქტი უნდა მოვყიდოთ. ეს ხბო დასაკლავად მოიტანეთ? გასაშენებლად უნდებიან, გასაშენებლადზე იყვანებენ. ანუ ყიდით ხბოს. ყიდით, ხო. ვაიმე ბოჩოლა. ვაიმე. იმედია გაიზრდება. იმ არა, ცოდვა მის და. გასაშენებლად კაი ზოგი შვილია და შეიძლება ბაზარი. კარი ბიჭია თუ გოგო? 200 ლარი.
ბიჭია თუ გოგო? გოგოა. გოგო, ეს ძლოხა იქნება. საყვარელი. დღეს რასაც ვუყურებთ ჩვენ ბაზარში და აი ამდენ უბედურებაში და რა ვიცი, რაც ვნახეთ, მართლა ძალიან მძიმე სურათი იყო. სიმართლე გითხრათ, რომ ვუყურებდი აი ამ ხორცს საქონლის ხორცტანებს გამიჩნდა სურვილი, რომ გავხდე ვეგეტარიანელი და არ ვიცი, ჩემზე მოქმედებს ეს კადრები. რუსეთის ეროვნული სააგენტოც აქ არის და ნახოთ, აბა დავათვალოთ. გიგა, სუნი არის? არის სამწუხაროდ არის. დამპალი ხორცის და მე მაქვს ძალიან დიდი. არცერც არა აქვს. ეწვი რომ ეს არის ლეში. ნახეთ, აქ იყო კიდე იყო ტანხორცები, გაიტანეს. როგორც მითხრეს, აი ეს ხორცი არის გუშინწინ დაკლული. აი ეს არის გუშინწინ დაკლული. აი ეს ნახეთ, აბსოლუტურად არც ერთ დამღა არ აქვს. ეს არის გუშინწინ დაკლული და ეს ნახეთ, ფაქტიურად არ შრება. ნახეთ? აი ამასაც ლორწო და სისველე მოყვება. დამღა არანაირი არ გააჩნია, ორი ტუში მოიპარეს და გაიტანეს. ეს არის სავარაუდოდ ლეში. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ, როგორც პროფესიონალები და ჩემზე მეტი ლეშიც რო არ იყოს ნებისმიერი, ანუ ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, მავნესურსათად ითვლება, დაილუქება, კანონის შესაბამისად განადგურდება, ბიზნეს ოპერატორს გამოეწერება საჯარიმო სანქცია. ეხლა რა მაინტერესებს? ბატონო გიგა, ორი ცალი აქედან გაქრა. კადრში ჩვენ კამერაში გადავიღეთ, რომ აქ იყო ბევრად მეტი და აი აქედან გატანილია და აქედან გატანილია. აი იქ იყო კარებიდან შემოვიდა პიროვნება და იმან მოიპარა. ეს არის მოპარვა. მიზოლებული გავხდი ფანჯერაზე დავჯექი და ვყარაულობდი თქვენ მოსვლაზე. ნუ თქვენს გეცინებათ, ეხა სასაცილო იყო და ნამდვილად სასაცილო კი არა, სატირალი უფრო არის ფაქტიურად, მაგრამ აი ესეც მაეჭვებს, აი ეს ნახეთ, რამდენად აი შეხედეთ, ძალიან ლორწოიანია, აი ძალიან ლორწოიანია, აი აშკარად უკვე აი ნახეთ, გაფუჭების ისა აქვს უკვე, აი ეს არის უკვე სავარაუდოდ პობის ბაქტერია, ჩემი აზრით ეს არის. ზომებს ბიზნეს ოპერატორი მოვიდეს თავარი ახლა უბრალოდ დავადგინოთ ისაც წავიდა და უკვე იმას სალკე დავადგენთ, სად მოიპარეს, სად გააქრეს. აქ არიელია. უკვე დამუშავებული ხორციც არის და ეს საიდან არის? ანუ სავარაუდოდ აი ასე ამუშავებენ. აი ესეც საიდანაა და რა ხორცია არ ვიცი. ეს ანათლელია უკვე იმაზე გამზადებული ალბათ რომელიმე რესტორნისთვის. საუბედუროდ გამზადებულია სარეალიზაციოდ. კი ბატონო. სასაკლაოდან ეს არ იქნება გამოტანილი, რადგან სასაკლაოს აკრძალული აქვს პირდაპირ სრული თავის გამოტანა, სასაკლაოზე ეს იხერხება, ქვედა ყბა გამოდის, ხოლო შემდგომი დამუშავების ზედა ყბა არის პირობით პათოლოგიური მასალის მატარებელი, რომელიც სიცოცხლისთვის რა დაავადებები შეიძლება ღრუბლისებრი ენცელოფატია პირდაპირ, ანუ საქონლის ტვინი პირობითად არის დაავადებული, რომელიც იწვევს ადამიანში დაავადებას, რომელიც სიცოცხლისთვის საზიანო, შეიძლება ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვიოს. ჩვენთან ჯერჯერობით საქართველოში დადასტურებული ამის ფაქტი არ არის, მაგრამ პროვინციის მიზნით აკრძალული გვაქვს თავის ტვინის და ძვლის ტვინის გამოყენება. სახელმწიფო უამრავ თანხებს ხარჯავს იმაში, რომ აცრას პირუტყვი და ვეტერინარებს ხელფასუხდის იმისთვის, რომ ვეტერინარმა დაათვალიეროს სასაკლაოზე, აი ამიტომ კანონმდებლობა მოწესრიგებული, რომ ვეტერინარმა უნდა დაათვალიეროს გარცეს ნებართვა, დაკვლის და დაადასტუროს ჯანმრთელობა საქონლის დიახ, ორჯერ უნდა დაათვალიეროს და ამას ყველაფერს მოკლებულია ზუსტად სასაკლაოს გვერდით ავლით. შემოტანილი ხორცი და ამიტომ წარმოადგენს ის გრის ფაქტორს. მაგრამ აქ რა პრობლემაა? კიდე ერთხელ მინდა გამიმეოროთ. ეს უკვე წარმოადგენს ლეში, რომელსაც დალპობის პროცესი აქვს დაწყებული. ანუ მავნესურსათია უკვე ეს არავითარ შემთხვევაში. ეს არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში, ეს არის დამპალი ხორცი. ან ლეში არის დამუშავებული და აქ სარეალიზაციოდ მოტანილი. რა ბედი ეწევა ხორცს? ხორცი დაილუქება, გამოიწერება განადგურების ბრძანება, განადგურდება კანონის შესაბამისად და ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდება კანონმდებლობის მიხედვით.
სამი უბანი მოვიარეთ დღეს და სამი აბსოლუტურად განსხვავებული კვების ობიექტი გადავიღეთ. გაყინვა, გალღობა პროდუქციის არ შეიძლება ძვირფასო. არავითარ შემთხვევაში. ქალ და ვა. ვა. ალბათ ვაჟები, ქალ, ქალები. თუ სწორად წავიკითხებ. მესმის რომ როქოდეთ ფინანსური მდგომარეობა გააკეთებთ და ვერ აკეთებთ, მაგრამ აი ახლა მითხართ, აი ამის გამორიცხვას რა უნდა? გამორიცხვას ხარ ჭირდება ფინანსები. უკვე გული მისკდება, მაგრამ მაინც უნდა გაჩვენოთ. ძალიან წოხვა, რომ ესეთ სიტუაციაში მოგვიწია მოქმედება. პროდუქტი და უნიტაზი ერთ სივრცეში არ უნდა იყოს. აი ამ საპირფარეშოთი უკვე შევიძლია თქვა, რომ არც სამზარეულო იქნება.